მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებელო, ბედნიერ კვირა დღეს გისურვებთ. მინდა ჩვენს პოლიციას მივულოცო პროფესიული დღე, როგორ ახართ ბიჭებო? გადასალე. სასწაულად ბედნიერი, მე მართლა მინდა გულწრფელად მიულოცო ყველა პოლიციას დღევანდელი დღე და განსაკუთრებით ვიქნები მიკერძოებული ჩემ შვილს ნინო ჯაჯანიძეს მიულოცავ პოლიციის დღეს და აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დღეს არის სულთმოფენობა და მთელ ქვეყანას ვულოცავ ამ დღესასწაულს და გწყალობდეს. ამინ, ჩვენს ვუერთდებით ამ მილოცვას. ნამდვილად ულოცავ მთელ საქართველოს მეც დღევანდელ დღეს. ამასთანავე გუშინ ძალიან გახარებული ვართ მთელი საქართველო, ისევ მეგრელი წყალობით, რა თქმა უნდა. თუმცა ეს შესანიშნავი მოგება მეორეჯერ ზედიზედ. თან იმას აღნიშნავდი, როგორ იოცნება ამ ბიჭმა, რო კითხეს, რომ რა გირჩევნიაო საქართველოს ევროპაზე გასვლაო თუ ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მოგებაო და ჩვენო ქართველები მაინც გავალთო და ამიტომ ორჯერ ზედიზედ მოგებაო ჩემპიონთა ლიგის და ესე აუხდა ყველაფერი და გაგვახარა ყველა. ბიჭი არის, ყველა გაგვაბედნიერა, ვუერთდები აქედან და ყველა ადგილიდან და ყველა ლოკაციიდან გილოცავთ და ძალიან ვამაყობთ შენ. მაგ დროს ხო იცულ რას ფიქრობ? ხო უხარია მთელ ერს, თვითონ ხვიჩას და დედა და მამა. რას განიცდიან ამ დროშობა? მეტირება, გული მეწურება, რას განიცდის დედა და მამა და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოთ, რომ ასეთი შვილი გაუზარდა საქართველოს. ქვეყანას მართლა ესე არის. სულ ვფიქრობ, რომ ნეტა რამე სრულწმენები თუ აქვს თქვენ, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი თემაც სრულწმენებს ეხება, საუკუნეების განმავლობაში მოყვება ეს სრულწმენები და თაობებს გადაეცემა და საერთოდ რა არის ეს სრულწმენები, საიდან მოდის? აი მე მაგალითად მოცული ვარ ამ სრულწმენებით, უნდა ვაღიარო და ყველაზე მეტად ნუ ცოცხის დადება და უამრავი ცარიელიმით ჩანთით არ გასვლა და ასე შემდეგ 1000 სრულწმენა მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად არ მიყვარს ჩანთის ან საფულის მაგიდაზე დადება. ეგრევე მგონია რომ ღარიბდები და აი ძირს ყრი ყველაფერს. იცი რა და ისე კარგად ყრი რომ ეთყობა მდიდრდები და მდიდრდები. იცი რა. ნახე, გასაღების დადება არ შეიძლება. გასაღების დადებაც ვიცი. ნუ მარილი მთელმა ქვეყანამ. მარილი ჩხუბი, აბა რა. და რატოა ეს ჩხუბი, იცი? აბა. მე მგონი ვიცი, მაგრამ კარგად არ ვიცი და არ მოიპოვებოდა მარილი. ერთი პერიოდი გაწყდა. და თუ კი ვინმე ოჯახის წევრი დააბნევდა, იწყებოდა ჩხუბი. ეჩხუბებოდა. და ეს ძვირფასი რაღაც გატეხილი სარკე თუ იცით? ერთი ვიცი რომ 7 წელი ვერ გათხოვდები მე. არა, გატეხილი სარკე. ჩახედვა არ შეიძლება. ძმას ქონდა ერთი საერთო სარკე, რომელიც უნდა გაეყიდათ და ერთ-ერთმა გატეხა. და რო ნახა რომ დაიქცა მეორე ძმა, ადგა და მოკლა. უი რა, საშინელი ლეგენდა ქონია. სარკე აი აქედან ნიშნავს. აი საიდან იბადება სრულწმენები ხო და ძალიან ბევრი ესეთი რაღაცები, აყუდებული ცოცხი უკუღმა. აუ ხო, ნაგავის გადაყრა ღამე. ღამე ეგ მაგ ზუსტად მე მაგალითად. ჩემ და უნებურად მაგ ეგ გამომუშავებული. არ ვიცი რა, ეთქვა სადღაც გავიგე და იმის მერე ღამე რო გავდივარ, შანსი არ არის გადავყარო და სხვისი სახლიდან ნაგვის გადაყრა არ შეიძლება, იმიტომ რომ იმის რაღაცა ნეგატივი მოგაქო ეგეც გამიგე. კატა მე უკუღმა ვაკეთებ ყველაფერს. კატის ძის გადაჭრას ნახე, ჩემ თავს დაუწყე ბრძოლა, იმიტომ რომ ისე შეგვაწუხა ბებია ჩემმა თავისი ამ სრულწმენებით. უკუღმა ვაკეთებდი ყველაფერს. და ერთ რამეს გეტყვით კიდე მე ქორწილებს, აი ყველაზე მეტად მე ქორწილებს უნდა გადააყარო, რომ მიდიან შაქარი. ხო. ნუ სიტყვას. ეგ შოკოლადი ვიცი. ხო, ნუ შაქარი ეს უნდა მოაბნიო. და მე რო ცოლი მოვიყვანე, 17 წლის ვიყავი, ჩემმა უახლოესმა ადამიანმა ნელი გულიაშვილმა ასე დაგვაყენა და ზემოდან პირველ სართულზე ცხოვრობდი და ესე გვაპნია შაქარი და ფიქრობდი რომ მე უფრო მეტი მომხორთ რაღაც დავცილდი. არ გაჭრა. აი მაშინ მივხვდი რომ ეს ყველაფერი ჩვენ ადამიანები ვიგონებთ ყველაფერს. კი, ვიგონებ და ეხლა მაისი მთავრდება და ეს სრულწმენაც იცოდი შეხო. კი, მაისის თვეში არ შეიძლება ქორწინებაო. ნახე, მაისი ხო არ ყოფილა გიაცოლი როცა მოიყო.
არა, მაისი არ ყოფილა, მე მგონი ესე ცრურწმენაა, მაგრამ ეხლა გეტყვით ერთ რამეს. მე მოვიტანე, მაგრამ ეხლა ვთქვა? თქვი, რა მოიტანა? მე მოვიტანე ვარდები. მაისისთვის ხო ვარდობის თვეა, კი. მოვიტანე ვარდები და მე მინდა თქვენ გაჩუქოთ ვარდები. რა მაგარია, შენი საჩუქრები. დაფესვიანებული თან ყველაზე ძვირფასი რატოა, იცი? ჩემს ეზოში. მე თვითონ დავაკალმე ეს ვარდები და მინდა გაჩუქო. რა მაგარია, მადლობა. ხარა, ჯაჯო, სულ შენ. ეს ასე რატომ მიდევს, იცი? ნუ იქ რაღაცა. არა. შენ არ დაგჭირდება შენ, იმიტომ რომ მე მაქვს მოკლე ფეხები და წინ ვჭდე. მეგონა წელიაცი რაღაცნაირად წელი ფორმაშია. ფორმაშია, კარგი შეგენაცვალ. აი. ვაუ, რა მაგარია. მაგრამ აქ რო დავდგა ხელს ხო არ შეგვიშლის ნეტა. დავდგა და მე გადავდგათ და პატიცემულო რეჟისორო აქ იდგას? აბარას გქონდა. რა კარგია. იდგას. მაგარი გახარებული. ნაყოფი აქ ხო ვარდს რა ლამაზია. და მოვიტანე 3 ვარდი და ერთი სალომეს, აი ეს 2 თქვენ და აი და სხვათა შორის აი ეს სპეციალურად არ გეტყვით რა თქმა უნდა მე ვიცი რა ფერებია თქვენ თვითონ ნახავთ მერე და ერთმანეთს მოუღებთ. გასაგებია. ესე იგი ჩვენ წავიღოთ ის რომელს არა, როგორც გინდათ, თქვენ როგორც გინდათ. ეს არის თავის ნახეთ არ წამოვიღე წითელი, იმიტომ რომ ვარდისფერი ნამდვილი ვარდისფერი, ხო? ვარდისფერი არის. ესეთი რაღაცა და რაც შეეხება ქორწინებას, ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც დაქორწინდა მაისში, არიან ბედნიერები და ვინც დაქორწინდა ივნისში. ივლისში გაჩვენე მიგოდი. ხო და ამიტომ კი, მაგრამ ნუ მაინც მოქმედებს. ხა მე მაგალითად მაისში ქორწილს არ გადავიხდიდი და ჯვარნაწერი კალიცოთ ხო დამავიწყდა იმაში. აბა რა არის ბეჭედზე? ბეჭედი. რა არის ჯვარნაწერი ბეჭედი? სარკეში იხედებოდნენ ხოლმე. აი მაგალითად დედაჩემი ამბობს, მამაჩემი უნახია ბეჭედში. და უამრავი რაღაცეები. ნემსით რამდენი შვილი გეყოლება? შენ ეტყობა 20. მომისმინე ჩემო სიცოცხლე სხვათა შორის უკვე 37-ს მიღწეული ვიყავი, რომ ეს ნემსი და ძაფი დამიტრიალეს და 3 შვილი ამომივიდა, 2 გოგო და 1 ბიჭი და ისე ვიცინოდით, რომ დაეწერა 2 ბიჭი. ანუ ის ტრიალებს ხო იცი მიმართულებით. გახსოვს როგორც არის? გააჩინე კი. დედას გეფიცები, გულწრფელად რატო გეუბნები, იცი ახლა, ჩემთვის ადვილია გითხრა. ულამაზესი შვილები ყავს და რო უყურებთ შენ და შენი კახა ესეთ მარგალიტებს და ბრილიანტებს რო აკეთებთ გააკეთეთ ბევრი რა გადაგიხადა პირდაპირ მითხარი დაგირეკა და ჩაგირიცხა თუ რატომ მეუბნები ბე მომცაჯე ჩემი აზრით ჩემს შვილებს ლამაზი დედაც სჭირდებათ ჯამთელი დედაც სჭირდებათ და ამიტომ მივხედავ ჩემ თავს თუ შეიძლება თქონი ნებართვით გადავიდეთ სტუმარზე? გადავიდეთ. ჩვენ ეს ჭუკჭუკი არასოდეს არ მოგუბეზრდება. საინტერესო სტუმარი. კი, ფსიქოლოგი, ეზოთერიკოსი ქეთი ჯანდიერი, რომელიც ძალიან ლამაზია, ძალიან ჭკვიანია, ძალიან უხდება ჩვენ სტუდიას და ნებისმიერ თემას და ამ თემას განსაკუთრებით კარგად გაშლის. დიდი მადლობა ქეთი, რომ მოხვედი ჩვენთან. რა ლამაზები ხართ. როგორ ხართ? გადასარევად და ეხლა უფრო უკეთ ვიქნებით. მოგესალმებით, მადლობა რომ მომიწვიეთ. მივესალმებით ტელემაყურებელს და ვილოცავ სულთ მოფენობის ბრწყინვალე დღესასწაულს თქვენს გილოცავთ. ჩვენ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ცრურწმენებზე და ეხლა შენ პროფესიულად რომ დაგვაყალიანო, ხო? ცრურწმენა, თავის თავშივე თვითონ სიტყვა იძახის რაც არის, ხო? ცრურწმენა რაღაცასთან მიმართებაში რწმუნებულება, რომელიც არის მერე ტელეპათიური ენერგიით გააქტიურებული. ცრურწმენა შეიძლება რომ აი მაგალითად შავმა კატამ გზაზე გადაურბინა ვიღაცას და ის დღე არის ბჭყალებში დათარსული, ხო? იცით ეს არის ან კოლექტიური ცნობიერით გადმოტანილი, ესე ვთქვათ, რაღაც ტრადიციული ბჭყალებში კოდი პროგრამა ერთ შემთხვევაში და ჩვენი ტვინი არის მოწყობილი როგორ? ყოველთვის ეძებს რაღაც კავშირს. და ვინაიდან ჩვენ ინსტინქტურად ბიოლოგიურ დონეზე გადარჩენასთან მიმართებაში, მიდრეკილი ტიპები ვართ ადამიანები, ხო?
ნებისმიერ პატარა რაღაცა სიმბოლოში ვეძებთ მერე რაღაცა დამთხევას, შემთხვევითობის პრინციპს და მერე უკვე ამას ვეჭდავთ ცნობიერებით და მერე უკვე რეალურად შეიძლება რომ შავმა კატამ გადაურბინოს ადამიანს და რაიმე ცუდი მოუტანოს ბრჭყალებში, იმიტომ რომ იმ ადამიანმა ასე დაცადა ერთხელ ან ორჯერ და ზედმეტად მიაქცია ამას ყურადღება. ეს რა არის? ერთი რამე მინდა კიდე თანდათან ნელ-ნელა შეურიე, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენ თუ რამეს აკეთებ, აი გადაგიარა კატამ რაქმენი, აი სამჯერ არ ტრიალდებით, ხო, ან მარილი და აი შენ რას შვები? არაფერს. იცით რა არის, აი მაგალითად შეიძლება მაყურებელმა თქვას, რომ მე როგორც ეზოთერიკოსი, რადგან ლუნაციური თვალსაზრისით მთვარის კალენდარს ყურადღებას ვაქცევ, ეს არის სრულწმენა, მაგრამ რეალურად ეს არის ასტრონომიული მოცემულობა, რომელსაც მე ვაკვირდები და არათუ ის დოგმები მაქვს, რომ აი იცი დღეს სავსე მთვარეა და მაგალითად, რა ვიცი, კონფლიქტი მაგიტო მომივიდა მაგალითად ოჯახში, ანუ არა რა, ის კონფლიქტი ყოველთვის ხდება, უბრალოდ ფოკუსი სწორდება და აქტიურდება რაღაც კონკრეტულ დღეზე, როცა იცი, რომ ეს დღე რაღაცა მსგავსი იმპულსის მატარებელია, თორე სხვა დღეებში შეიძლება კონფლიქტი მოხდეს და მთვარე არაფერ შუაში არ არის. ანუ რაღაცაზე აკვირდებს და ამაკვიატებულ რაღაცა მინიშნებებს, ესე იგი ვაგზავნით კოსმოსში, ჩემს სიტყვაზე რო გითხრა და გეტყვით ახლა მარტივად რა ხდება რა. აი კვანტურ ფიზიკაში არის ესეთი ფენომენი ფოტონი. ფოტონი ჩვენ ვიცით როგორც სინათლის ნაწილაკი პრაქტიკული ფიზიკით, მაგრამ კვანტურ ფიზიკაში, ფოტონი არის ერთ-ერთი ნაწილაკი, მიკრონაწილაკი, რომელიც არის ისეთივე ჯგუფის, როგორც ნეირონი, პროტონი, ელექტროლიტი და ასე შემდეგ, ანუ მიკროა, პატარაა. მიკროსამყაროსგან შედგება მაკროსამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ანუ მოლეკულებით და ასე შემდეგ, და ამ ორისგან შედგება მეგა, ანუ ბევრად უფრო მასიური სამყარო. ეხლა ეს რატო ვთქვი? ფოტონს აქვს ასეთი თავისებურება, რომ ანუ კვანტურ ფიზიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამკვირვებელს. ანუ როდესაც ფოტონს აკვირდები, შენი მზერის შედეგად ეს ნაწილაკი ჩარევის გარეშე, მექანიკური ჩარევის გარეშე იცვლის მოძრაობის ტრაექტორიას. ვინაიდან ნახეთ, ეს ფოტონები ჩვენს რეალობაში არსებობს როგორც მოლეკულები, აი მაგიტო არის, რომ ჩემი რეალობა იგივე დროსა და სივრცეში სხვა არის, იმიტომ რომ აღქმა მაქვს და დაკვირვების ენერგია სხვანაირი, ჯაჯოსთვის სხვა, ბუბასთვის სხვა, თქვენ და ასე შემდეგ, ნანუკა, ხო? ამიტომ აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ადამიანი რას აკვირდება. სხვათა შორის კარლ გუსტავ იუნგი, ეს ფსიქოლოგიც, დამთხოვებს, შემთხვევითობის და სინქრონულობის პრინციპებსაც სწავლობდა, უფრო სწორად შეისწავლიდა და მას მიაჩნდა, რომ როდესაც ადამიანი, ანუ ენერგეტიკულად ენერგია რა არის ფიქრი თუნდაც, ხო? განეწყობა რაღაცა საკითხის მიმართ, ის იზიდავს ამას და მერე მოდის ესმის ცხოვრებაში. ნახე, ახლა გეტყვი ერთ რამეს, მე არასოდეს არ ვაკვირდები მთვარეს, არასოდეს. და იშვიათად ვავიხედები ცაში ისიც ღამე. აი როგორც კი სავსე მთვარეა, დღის ბოლოს ვფიქრობ, ნეტა სავსე მთვარე ხო არ არის. ვარ ენერგიული, ვარ აი გადავაქცევ ყველაფერს. მაქციები რო არის სავსე მთვარეზე რო. საოცარი ისა მაგ ენერგია მემატება და ეს ძალიან სულ მაინტერესებს. და სულ მინდა რომ იყოს სავსე მთვარე. სხვათა შორის დღეს არის სავსე მთვარე და იშვიათი სავსე მთვარეა, იმიტომ რომ ლურჯ სავსე მთვარეობას ეძახიან, როდესაც ასტრონომიულად ერთ თვეში ორი სავსე მთვარე გვემთხვევა, ხო? ეს არის რაღაცა საკრალური და ესეთი დატვირთვის მქონე დღე. იდეაში დღევანდელ დღეს კარგი არის ძველი ნივთებისგან რო გავთავისუფლდეთ, მეტად უფრო მშვიდად რომ ვიყოთ და დავსახოთ მიზნები მომავალი ცხოვრებისთვის. ანუ ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ 10 ადამიანი ჩამოვწეროთ, ვისი მადლიერიც ვართ, თუნდაც ბრჭყალებში მტერი, იმიტომ რომ იმ მტერმა გაგაღვიძა და გაგზარდა, რომ არა ის შენ არ იქნებოდი გაღვიძებული. ანუ 10 ადამიანი ვისი მადლიერიც ვართ, 10 რამ რაც უკვე გაგაჩნია და ამისთვის მადლიერი ხარ და დღევანდელ დღეს კარგია რომ 100 წლიანი გეგმა დავწეროთ. ანუ ვინ ხარ, სად ხარ და როგორი ხარ 2026 წლიანი გეგმა ცოტა ერთ რამოდენიმე წლის იქით ვეღარ მივდივარ ხოლმე. სხვათა შორის მაგაზე ერთხელ ამერიკაში მითხრა ერთმა ადამიანმა, რომ 2005 წელს ვაპირებ ჩამოვიდეო და არის 98 წელი და ვიფიქრე ეს ვერ არის კარგად. 2005 წელს ჩამოვიდა. ანუ ისე კარგად აქვს დალაგებული
და დაალაგე თვითდაჯერებაც ხო არის ეგ რომ შენ თავს შთააგონო რომ მე ამას ვიზავ და აუცილებლად შთავაგონო რეალურად სურწმენებზეც ხო ეგრე არის რა მგონია რომ რაღაცას რომ დაიჯერებ ადამიანი მე მგონია თუ რამე გეხმარება ამის დასაცავად უნდა გააკეთო აი მე მაგალითად სადღაც დავპროგრამდი რომ ნაგავი არ უნდა გადავყარო და არ ვყრი იმიტომ რომ მგონია რომ რაღაცა დამემართება რა მაინც თავდაცვით რეჟიმში ვარ რა იცი რა, რეალურად სურწმენ, აი ფილოსოფიურ ჭრილშიც რო შევხედოთ, არის პასუხისმგებლობის გადაბარება გარე სამყაროზე რა. ანუ მე ვერ ვივარგე, ცუდი ვიყავი და შავმა კატამ გამირბინა და ქვეცნობიერად დავაკავშირე. და იცი რა არის რელიგიურადაც არ არის სწორი, იმიტომ რომ ქრისტე გვასწავლის, რომ თვითჰიპნოზში არ უნდა ვიყოთ რა. ანუ იცი რა, ადამიანს აი რელიგიური კუთხითაც რო შევხედოთ, რატომღაც გონიათ რომ ცოცხი დაუფრინავ და ისე ხო არ დამაჯარიმებენ ცოცხი არასწორად დავაპარკინგე. ანუ ღმერთზე საუბარზე რატომღაც იწყება რომ აი ეზოთერიკოსი და ფუეშ მაქვს, მაგრამ ნუ ანუ იცით რა არის რელიგიურად რო შევხედოთ ამ საკითხს, ხო, თუნდაც აი იმდენად არ ენდობი ღვთაებრივ რაღაც ეს გამოვლინებას და ყველაზე უმაღლეს ცნობიერებას, იმიტომ რომ იმას ყველაფერი კარგი უნდა შენთვის და რა კატა და რა 13 რიცხვით არსი და რა მაიში არ ვიქორწინო, ხო? თუ სულს და გულს რაღაც უნდა, ჩვენ არ უნდა შევზღუდოთ ის ამაში და ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს ახსოვდეს, რომ ის არის თავისუფალი და თავისუფლება არის საკუთარი თავის ფლობა და არა აღვირახსნილობა რა. თავისუფლება უფალი რა არის ბატონი, ანუ შენი თავის ბატონი ხარ იმ დროს და ეს საიდუმლო სერობა 12 მოციქული როზის რეალურად შენი სულიერი მდგომარეობა და წამყვანი რომელი ხართ იმ მომენტში ამას უნდა მიაქციოთ ადამიანებმა ყურადღება დღის ბოლოს რომ აი ვინ ვიყავი იუდა ვიყავი იოანე ვიყავი ვაი და სამწუხაროდ თუ იუდასკენ ვიმხრებით ხოლმე დღის ბოლოს ვიდრე ცენტრალურ იუდა ყველა ვართ იმიტომ რომ საკუთარ თავს და ღირებულებებს ყოველთვის ვღალატობთ იცი იმიტომ რომ ცხოვრება მაგრამ შენ უნდა ისწავლო ადამიანმა მიღება შენი დაცემის, იმიტომ რომ არა იუდა ჩვენ ან გვეცოდინებოდა ქრისტე, ან არა ხვდები. ამიტომ ნებისმიერი ფეხის გადაბრუნება არის გაკვეთილი, რომელზეც არ უნდა ჩაჭიჭინდე, რომ აი ვაიმე ეს რა დამემართა. არა, აი ღლონტის ხორივით უნდა დაადო თავი და იარო წინ ყოველთვის. მე რა მოხდა? აი ესე რასაუთ, ხო, ერთი რაღაც სრულწმენა არ დავარქმევ, მინდა ჩავიდინო. ხო, ეხლა. მინდა ჩავიდინო. იცი რა მინდა ყველა მიცის მთელმა დედამიწა მიცის რომ სპილო არის ბარაქის ყველა აი იქ სხვათა შორის ხორთუმზე ვიცი მაღლა წეული არის ბარაქი და დაბლა დაწეული სპილოს რაღაც კიდე სხვა რაღაცა არა მე მაგ დაბლა დაწეულზე მე კადრს გარედგებ მაგრამ ეს სრულწმენა არ არის ეგ არ არის სრულწმენა ეგ არის სიმბოლური დატვირთვა და კონკრეტული ცივილიზაციის ახსნა-განმარტება ადათი წესი ნახე რა მოხდა როცა ბუბა მოვიდა ჩვენთან ჩვენ ოჯახში მე არ დამირეკავს და უნდა დამერეკა. ბუბა გამარჯობა ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ ჩვენ და გილოცავ რაღაცა წარმატება რაღაცა. გამიხარდა. მე მთელი ცხოვრება ესე მიმართლებს. აი თუ გინდათ სრულწმენა დაარქვით ჩემს სიხარულს ახალგაზრდა კაცია მეც ვიყავი ესე მეც მინდოდა და სულ მახსოვს ვინ იყო ჩემი კეთილის მსურველი. შემატკივარი კი. საიდან ახლა პილოტი დავიწყე და ბუბასთან ამზადებ საჩუქარს ამზადებ ხედავ. ბუბას მოუტანე პაწაწინა სპილო. შეხედე? ხორთუმი აქვს მაღლა. ხორთუმი აქვს? აი ეს ნახე, მოდი აი როგორც მე მეკეთა ისე გამიკეთო. აი და მე იქნება ბედნიერების და კარგი რაღაცების მომტანი. დიდარი უნდა იყო. მე ვარ წინდახედული. ბუბა პენსიაზე რო გავალ, უძლური რო ვიქნები, მე შემომიარე ხოლმე მომიტანე 1 კილო კარტოფილი ერთი. აი მაშინ დაგირეკავ ესე უნდა გეტყვი. ხო, აი მაშინ ნამდვილად დაგირეკავ. გილოცავ და ბედნიერ დაგვიანებული მოლოცვა სიხარული. აი ამ ჯაჯოს სიკეთეს მინდა მომაყოლოს შეკითხვა რომ ნახე აი მუდმივად მისი ამ პატარ-პატარა საჩუქრებით, მისი ამ რაღაცა დამოკიდებულებებით, გულშემატკივრობით, რაღაცერად ისეთ აურას ქმნის ეს ადამიანი, რომ აი კეთილად განგაწყობს მის მიმართ ეს ერთი და აი დღე შედგა შენი, ანუ კარგი რაღაცა მოხდა და აი კარგი ადამიანი შეხვდა. აი ეს ჩვენი აურები, ეს ჩვენი რაღაცნაირი განწყობები, ჩვენი ფიქრები, თუნდაც აი ამ სრულწმენებით დატვირთული ადამიანი იგრძნობა ეს ყველაფერი და არის მართლა ესე როგორც ახლა მე ვთქვი. რა თქმა უნდა, იცით რა, მე ყოველთვის მჯერა იმის, რასაც ამტკიცებს მეცნიერება, ხო? ამიტომ ბიოენერგეტიკული ველი რო არსებობს ზოგადად და ეს ველი რო დიდი ხანია უკვე კვლევის ობიექტია, ნუ 2x2 4-ია, ხო?
რა თქმა უნდა იგრძნობა, გია სადაც არის იქ შეუძლებელია სახეზე ღიმილი არ კონდეს, იმიტომ რომ კაცი ასხივებს, მზე არის, ანუ ასხივებს თავის პოზიტიურ ენერგიას, მაგრამ ამას ვერ ითამაშებ, ასე ანიბადები, ან ამას ვერ ისწავლი რა, იმიტომ რომ სადღაც სიყალბე შეგეპარება და ისე ვერ წარიმართება რაღაც ვიბრაციული ტალღები, იმიტომ რომ ანუ ეს სხვანაირი უნიკალური შემთხვევა არის და მადლობა უფალს, რომ ესეთი კარგი ადამიანი და კეთილი ადამიანი შემოიყვანა ჩემს ცხოვრებაში. მართლა. რაც შეეხება ზოგადად აი ბიოენერგეტიკას, ანუ ეგრეთ წოდებულ აურას, ხო? ნანუკა რა არის იცით? თქვენ იცოდით, რომ 5 წლით ადრე ნებისმიერი დაავადება და ადამიანიც კი, რომელიც ცხოვრებაში შეიძლება შემოვიდეს, აი სწორედ ამ ბიოენერგეტიკულ ველში არის გაწერილი პროგრამულად და აი მაგიტომ ხდება, რომ მაგალითად ვიღაცას შეხვდით და გაქვთ განცდა, რომ დიდი ხანია იცნობთ. ანუ ბედი გვაქვს? ბედის წერა, შეხვედრა. და სული არის ღვთაებრიობის გამოვლინება. მე თუ მასწავლიან, რომ უფალმა სილუეტს სული შთაბერა და მე მისი მოგზაურობა ვარ, ესე იგი სულმა ყველაფერი იცის კი. აი ამიტომ არის რომ რაღაცეებზე, ბავშვებზე საუბრობდით, ხო, ნემსის და ეს ქანქარასაც ეგ პრინციპი აქვს, ანუ გრავიტაცია ერთი, ანუ გეომაგნიტური ვიბრაციები და პლუს თქვენ სულმა ალფა მდგომარეობაში, ანუ ნულოვან მდგომარეობაში აბსოლუტურად ყველაფერი იცის. თქვენში არის ნოსტრადამუსის, ეფრემ ვერდის და ყველა ნებისმიერი წინასწარმეტყველი უბრალოდ ცნობიერად გაღვიძებული როცა არ ხარ ადამიანი და ამ ტექნიკაზე არ მუშაობ, ამას არ ანვითარებ, ამიტომ არის რომ მე ნუ სადღაც რაღაც იჭედება და ისევ თითქოს ვერ კითხულობ, მაგრამ ეს ყველას მოცემულობა, ეს ბუნებრივი მდგომარეობა არის რეალურად. კეთი, მითხარი მე მოვიგონე თუ დამეთანხმები ჩემ ვერსიაში. დეჟავუ იცით ყველა. ახლა გაგახსენდა ხო რო თქვა მეც ისე არა, ნახე მე რა ვერსია მაქვს. 5 წუთით ადრე ჩვენი ქვეცნობიერი, ცნობიერი, ზეცნობიერი, სუპერცნობიერი ერთად ხედავს რა უნდა მოხდეს. ოღონდ ჩვენს გარეშე. და რომ ფაიმე ეს ხო იყო. მე ესე დავარქვი. კი, ძალიან საინტერესო ვერსიაა, სხვათა შორის მე ცოტა სხვანაირად უყურებდი, მაგრამ ეს ხო პრიზმა არის, რომელიც ახნაგიდანაც შეხედავ. აი, ჩემთვის მაგალითად კვანტური უკვდავების ამბავია, ეგ შონდინგერის კატის ექსპერიმენტს მოვიყვანდი, ალბათ მაგალითად ნახეთ. რამდენი ქეთას ბრჭყალებში ბედის წერის განვითარების სცენარით შესაძლოა ყოფილიყო როგორც ცუდი, ისე კარგი. იმდენივე ქეთა არსებობს დროის სხვადასხვა სივრცესა და მოცემულობაში, რა, მულტივერსია ხარ სამყაროში. ანუ სადღაც ვიღაც რომ ავარიაში მოყვა, მაგრამ ახლა გადარჩა და არ დაიღუპა, რომელიღაც დაშვებაში, ვინაიდან სცენარში ასეთი ვერსიაც არსებობდა, რომელიღაცა სივრცეში ის გარდაიცვალა და იქ რომ მოკვდა, აქ მაგიტომ არის ცოცხალი. ამიტომ დეჟავუც დაახლოებით აი ეს არის, ანუ კვანტური ორეულის მიერ დაკვირვება ზეცნობიერის, რაც თქვენ თქვით, ან დაიმიქსა, შეჯამდა და რაღაცამ რამდენიმე წუთით ადრე ინფორმაცია მიაწოდა იმ რაღაც ზეცნობიერებას და მოხდა მერე გვიანი ტრანსლირება, რაც ჩვენ ტვინით ვერ გავაცნობიერეთ. ერთ რაღაცას მომყვები, ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. პატარა ვარ, პირველად გავედი სცენაზე, მოვყევი 2 სტროფიანი ლექსი და დამავიწყდა. დამავიწყდა ძალიან ცნობილი ლექსია, მთელი დარბაზი კულტურის სასახლეშია. მთელი დარბაზი მკარდახობს. და მე გავშეშდი. წამოვედი ბებიაჩემა, შენ არ გაიხარე რამ სიგძენა გაქვს იქ როგორ ჩაგივარდა ენა, რაღაც აქეთ იგი და დავიძინე სტრესში. მომეჭრა თავი, დავიღუპე და სიზმარს ვხედავ. მივდივარ და უცბად დავინახე ხალხი და დავკარი ცალი ფეხი და ავფრინდი და დავიწყე ჰაერში რაღაც აი მანევრირება. მთელი ცხოვრება ვხედავ ამ სიზმარს. ანუ რა მარტო ვერ შვები. თუ მარტო ვარ, მოთხოვნილება მაქვს, რომ დავკრა ფეხი და ავფრინდე. არა, დავინახავ ხალხს და დავფრინავ და მივხვდი. ეს არის სიზმარი, ჩემი მაყურებლის გარეშე მე არ შემიძლია. ფრენა. ოღონდ ეხლა ვიტყვი ჩემთვის სადღაც მივდივართ. მანქანაში ჩამომწევ, რომ დამინა. რომ დაგინა.
არ მიყვარს დღენ, აი არ თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ კარგი რა, ჯაჯო. საინტერესოა რა ხალხის აღქმა რა გამიკეთება ხო, რა გამიკეთებია იცით, აი სამტრედიაში რო ჩავმი ჩაწიკწიკებული სამეგრელოშიდაც გამიკეთ. უკაცრავად მასპინძელო წყალი დამატყუილა. და წყალი ხო ესმის, მოდის წყლით და რო დამინახავს. აი მე ამაზე დიდი ბედნიერება არაფერ აი ესე მიყვარს მაყურებელი. კი, საოცარი შეგრძნება მართლა და მეც ვერ წარმომიდგენია ის რაღაცა უხერხულობა, როდესაც გცნობენ. მეც აი ძალიან ბედნიერი ვარ და ეს ეხება მიიღება და გაცემა ამ სიტყვაში. მთავარი მიზანი არის სიყვარული, ოღონდ უპირობო სიყვარული გესმით და ჩვენ როცა აი ამას ვისის ხორცებთ, მაშინ ვართ გასხივოსნებულები და მაშინ ვემსგავსებით. ანუ იცი ხშირად არის ხოლმე რომ ვემსგავსო ღმერთს ცოტა უხეშად ჭხერს, ხო, იმიტომ რომ იმას ვერ დაემსგავსები, მაგრამ რაღაცა ნაცნობილიკები მაინც რომ ავირჩიოთ ხოლმე და რაღაცაში დავემსგავსოთ, რაღაც ნაწილებში ალბათ კარგი იქნებოდა და ის სიყვარული, როცა მოტივი სიყვარულია და მოტო სიყვარულია, მაშინ აი შეუძლებელი არაფერია, შეუძლებელია რომ იქით ამ მხრიდან რაღაც უარყოფითი მიიღო და ასე შემდეგ, ხო, ანუ გამორიცხულია რა ფილტრი გაქვს რაღაცნაირად, როგორ არა ხა ყველაზე კარგს ვერ იტყვიან, ხო, ბუნებრივია, ყველაფერი ფარდობითი და შედარებითია, მაგრამ აბსოლუტში ყველასთვის კარგი ქრისტე არ იყო და ჩვენ როგორ ვიქნებით, ხო, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები, მაგრამ მთავარია შენ იყო მართალი შენ სულთან და რა თქმა უნდა სამყაროსთან. ნახე მართალი უნდა იყო, მაგრამ ეხლა შენთან მაგ პირადად შეკითხვა ნახე, მე ადამიანი რომელიც გისმენ და სასწაულ რაღაცებს ამბობ ხოლმე, მეც ვფიქრობ, ძალიან ბევრი წიგნი წამიკითხავს და ისეთ რაღაცას მეუბნები ხოლმე, რომ აი მაოცებ. ნახე, მე მიჩნდება სურვილი, რო ხედავ, გონი ხარ აი ყველაფრის მწოდნე და არასოდეს არის კიდეც არის, მაგრამ ნახე, სად გადავდივარ შეცდომას არ ჩადიხარ არასოდეს. არასოდეს არ დარდო. ყველაფერს არა, რატო როცა იცი ზუსტად ეგ შეგრძნება მაგ მეც რომ ალბათ როგორ აკონტროლებს ყველა ემოციას და ყველა დამოკიდებულებას, იმიტომ რომ მაგრამ მაინც ხო ყველა ადამიანები ვართ საბოლოო ჯამში, ყველას რო ხელს უწყობს. მადლობა. ძალიან მაგარი გოგო. ძალიან დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის, იმიტომ ჩემთვის ძალიან ღირებულია და მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა. რაც შეეხება შეცდომებს, ნუ შეცდომო არავინ არ იგია. ძალიან ბევრი რაღაც არის ისეთი, ხო, მაგრამ არა უშავს. მე ხო, ცხოვრება. მე ვეღარ საჭირო, შეცდომა საჭიროა ცხოვრებაში. ხო, ყოველდღე იცი რა შეცდომა, ყველაზე დიდი შეცდომა არის, როცა კმაყოფილება გაქვს, რომ აი რაღაცას მიაღწიე და დამთავრდა, ყოველთვის უნდა იზრდებოდე. შეცდომა ალბათ ეგ არის და კიდევ ის რომ იმდენად ბევრი შეცდომა არ უნდა დაუშვა, რომ მე სწორი საქციელებით შეცდომაში გაგიყვანონ, ხო? ანუ რაღაცა ზომიერება აუცილებელია, მაგრამ ემოციურიც ვარ, ცოცხალი ადამიანი ვარ, მიტირია, მიყვირია, ცუდი სიტყვაც მithქვამს. მე რა, ანუ ხდება ხოლმე, მაგრამ ნუ ყველაფერს აქვს თავისი ეთიკა და ნორმა, ეხლა ნუ გააჩნია. მეც ოღონდ აღარ უშვებ შეცდომებს ასაკის გამო. ეგ გასხივოსნება. არა, ეგ არის გასხივოსნება. იცოდეთ. დია, ეგ არის გასხივოსნება. ნირვანაა ეგ, სადაც უკვე კარგი გაჩერდი. აი, ვარ ნირვანაში და ვამთავრებთ ამ ბლოგს. ნირვანით. ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო, არაერთხელ მოგიწვევთ და ძალიან მაგარი გოგო ხარ და ეხლა რეკლამის დურვა მე მაგალითად მიყვარს რეკლამა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი რეკლამა გვაქვს, მით უფრო კარგად ვარ. დაგველოდეთ ჩემო ძვირფასო მაყურებელო. მადლობა გითხრათ ძალიან. თქვენ მადლობა. ეს არის ეს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ეხლა ვისაუბრებთ მეგობრობაზე ჩვენ. სამწუხაროდ ზოგიერთის მეგობრობა წლებთან ერთად ქრება, ესე მიდის ჩვენი ცხოვრება, რას ვიზავთ. ზოგის კი პირიქით უფრო მყარდება და ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა ჩვენი ცხოვრების. ესეთი სტუმრები გყავს, ესეთი მეგობრობა აქვთ მათ, ჩვენ შემოგვიერთდნენ ეხლა არაჩვეულებრივი და უნიჭიერესი მსახიობები.
თქვენი ჩემი კოლეგები, გაუკადნიერდები. ფერადები, ლამაზები, ნიჭიერები. უნიჭერებსი თათული ედიშერაშვილი, თამუნა ნიკოლაძე და თინათი ნკორძაძე. დიდი მადლობა სტუმრობის. დიდი მადლობა, უღმესი მადლობა. კარგია თქვენთან. რომ გადასარავი ეთერი გვექნება, ოჯახია, ოჯახურად ვიჭუკჭუკებთ ასე ვთქვათ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ გამოძებნეთ დრო. სულ თავიდან დავიწყოთ, წვისად როდის გაიცანით ერთმანეთი და პირველი შეხედულებები. ანუ რომ დაინახავ და ეს ცოტა მძიმე იქნება თუ აი რანაირად დაიწყო თქვენი შეფასება და სიყვარული. დავიწყო? დაიწყე რა. თავარი ამბავი ამ ყველაფერში არის ის. ეხლა ჩვენ რაღაცა ხანდაზმულობა აქვს ჩვენს მეგობრობას შესაძლოა ესე არ იხსენიებენ ხოლმე, მაგრამ იმდენი წელია გასული ჩვენი მეგობრობიდან, რომ შეიძლება ითქვას, რომ ხანდაზმულობა და ამ ხანდაზმულობასთან ერთად, ხო იცი, საცერი კიდევ უფრო ვიწროვდება და ისეთი ადამიანები გრჩებიან და ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ცხოვრება გადის, გამოცდილებები გვემატება და ასე შემდეგ, სულ უფრო და უფრო ფასდება ის, რომ ჩვენი მეგობრობა დაიწყო პროფესიული ნიშნით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენს მეგობრობაში. აი, ხვალიან ბავშვობის მეგობარი, უპირობო სიყვარული გაქვს მათთან, იმიტომ რომ შესაძლოა მას სხვა ინტერესები აქვს, მაგრამ ის სხვანაირად გიყვარს, ენერგიით გიყვარს შენი ბავშვები და მთელი თავგადასავლით. მაგრამ აქ პროფესიული მეგობრობა, როცა დაიწყო პროფესიულად და არსებობს ხო წინააღმდეგობები, რაღაცნაირი გადახედვები, სულ არსებობს ეგეთ რამ და აი ამ ბევრ წელს რო უძლებს ეს ჩვენი მეგობრობა, ძალიან მიხარია, ძალიან ვამაყობ და დიდი მადლობა და მიყვარს. იცი რა, ნახე ერთი რამე მინდა გითხრათ. ხანდაზმულობა აქვს თქვენს მეგობრობას. ხანდაზმულობა ავარია რომ თქვენ არ ახართ ხანდაზმულობა. როგორც გამეგობრებით ასეთები ჩვენ წელთაღრიცხვამ. არა, იგი მართლასია. მე მაგ ჩემი დამოკიდებულება მაქვს, ნუ თქვენ რომ ნიჭიერები ხართ და ყველას უყვარხართ, გასაგებია. აი შენ რომ ხედავ სულ მინდება გეცეკვო ვალსი. აი მართლა გეუბნები. რატო სადმე დამინახე? არა, უნდა ახდეს დღეს მუსიკა ჩაგვიძე. აი ესეთი შეგრძნება მაქვს. ნახეთ. ძალიან თავისი წამიდა. ფეხიც, ხელიც, ყველაფერი. და ნახე, ეხლა გეტყვი უცნაურად. შენთან მოვიფიქრებ, იმიტომ რომ ესი ახლოს არ ხო. თიკო ისეც ეკვავს. არა, სხვა ცეკვა არა. ბატმანს გაგაჭიბინებს, თიკო დრომიეცი. შენთან ერთად, აი მე სულ ესე გესალმები ხოლმე თუ აკვეთ. მოწიწები და მორიდები ხდება სულ ბატონი გია. და გამათამამე რა მოხდა. მოდი გათამამდი, მაგრამ მეცი რა იშვიათად ვათამამებ ადამიანს. აი, ნახე მივხვდი. მინდა რომ გამათამამე. საკმაოდ დისტანცირებული ადამიანი. ხო და არა, მე სხვათა შორის ძალიან კორექტული ვარ. ეკრანზე და ჩემს პროფესიაში მიჩემია ვიყო უფრო მეტად თამამი, ვიდრე ცხოვრებაში. იცი მე ეს უფრო სიამოვნებს. რაღაცა უცნაურ რაღაცას მეც ვიტყვი, შენი ვალსის არის. ხო. მე თამუნასთან როგორი დამოკიდებული. როგორი? აი, როდესაც ვნახავ, ეს შეიძლება იყოს წელიწადში ერთხელ, ესე ვიჭერთ ერთმანეთს და ისეთი რამე შემიძლია გაუზიარო, რასაც 200 წლის მეგობარს ვერ მაგ ენერგეტიკას რომ ესაიდუმლეა. ყველა შორის ხლაი ვუტოვებ და მივდივარ. ნანუკას მინდა უთხრა უდიდესი მადლობა ნდობისთვის და დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ადამიანური წარმატება. ესეთი ხარ შენ. მადლობა და ეხლა მე მოვყვები ხო შეიძლება ორი სიტყვა. ესე იგი ქალბატონი თიკო. ახლა ქალბატონი თიკო რატო ვამბობ? იმდენი წელია უკვე მოვდივართ რომ ხანდაზმულობა. თიკო რო გავიცანი, ვიყავით მე-4 კლასში. ჩვენ ერთად სწავლობდით თეატრალურ სკოლაში. ვიყავით კლასელები. შეცვლილია. არა, იგივეა. ჩემი ქალბატონი თათული გავიცანი თეატრალურ, ჩვენ დროს ინსტიტუტი იყო. მე ვიყავით 16 წლის. ბატონი შალვა გაწერელიას აუდიტორიასთან იყო იქ დერეფაში. აუდიტორია. ყველაფერი თათულიც მახსოვს. პირველად მახსოვს სცენაზე რომ დავინახე, შოქში ვიყავი ისე მომეწონა, იმიტომ რომ ჩემს უფრო ჯგუფში იყვნენ. თიკო და მე არ ვიცი ხა ყველას მგონი ვართ ჯგუფელები, მაგრამ რეალურად ჯგუფელები ესე ასტრონომიული დროით რო განსაზღვროთ არ ვართ, მაგრამ მაინც ჯგუფელები გამოვდივართ, იმიტომ რომ ერთი პედაგოგი გვასწავლიდა და ერთად თამაშობდით.
რა მაგარია. ხო, ეგ უნდა მეკითხე, ეხლა მე ჯგუფელები ხომ არ ყოფილხართ. მე დაციყობად კურსელები. ეხლა მეც ვიტყვი, შეიძლება მას-მას. კი, აუცილებლად. ეხა ეს ორი ადამიანი ჩემთვის უძვირფასესია იქიდან რომ თან უნდა თქვა რომ თეატრალური სკოლიდან იწყება და მართლა აი არ მახსოვს აი როგორ მოხდა და რანაირად მე გადაიზარდა იმ დიდ მეგობრობაში უკვე ინსტიტუტში შევხვდით და ჩვენ კურსზე ვიყავით ერთად კურსელები ვიყავით ჯგუფში არ მოხვდით და თათული და მე ყავს ერთი პედაგოგი გენიალური ბატონი შალვა გაწერელიას ჯგუფში იყო ვიყავი ჯერ მე და მეოთხე კურსზე ვიყავი რომ თათული ჩააბარა პირველ კურსზე და აი იქიდან დაიწყო მე რატომ მეძვირფასება ეს ორი ადამიანი გარდა იმისა რომ პროფესიული ბმა ორივე ჩემი შვილის ნათლია. მეტი მეგობრობა უფროსი გიოს ნათლია თამუნა და ვატოს ნათლია თაცო. ჩემი უფროსი ქალიშვილის ნათლია ქალბატონი თამუნა. და კიდევ ერთი რაღაც გამოგჭა თათული ბებია ქალი. ბებია მოყევი, შენ მოყევი ეგ თათული ვამშობია. როგორ? მე და ბატონმა დავით გაგუა. კი, ჩვეულებრივად. შეხები, შიგნით იყავი. ოღონდ შემომყვა მარტო არა. მე ეს რა ვისაც წინ აქვს ეს მშობიარობის განცდა არ შევაშინებ და ვიქნები კორექტული, მაგრამ აი ხო გადაგდებული თავით და თამუნა აკეთებს ამას ჩემ ბღავილს ეს დისპლეის ვებად. შეიძლება იცი რა გია ეს დიდი ეჭვდია. მე ცოტა უხერხული მდგომარე. მე მახსოვს აი ამ ხმით და თათული და თავი დაატრიალა. ხა დამშვიდდი შენ დამშვიდდი ეს ხო და თამუნა აი ამაში რომ გადავხედე და თამუნა დგას და და დავინახე ნანიკო მართლა ჩემი ნათული როგორ გადმოგორდა. ძალიან მაგარია. დგობს და გაჩნდა. კი, ჩვენზე დიდი იყო ნანიკო. იმ წუთებში შენს გვერდით არის შენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი და ამით ყველაფერი ნათქვამია. ძალიან კარგია ცხოვრებისეული ისტორიები, მაგრამ აი თქვენი პროფესიული განვითარება, რატო იცით? არაერთი ახალგაზრდა, რომელიც ოცნებობს მსახიობობაზე, კარიერაზე, აი რა იყო ის პირველი ნაბიჯები და დავიწყებ შენიშვნებით. აი ჩააბარე თეატრალურ ინსტიტუტში ხართ ბედნიერები და აი რა შენიშვნები მიიღეთ პირველად, რა არ უნდა გექნათ, როგორი პედაგოგებისგან რა თქმა უნდა, თორემ ჩვენ ერთმანეთს ახლა პრინციპში არა კოლეგიალურია. არა, ერთმანეთთან არა. პედაგოგებისგან. აი პედაგოგებისგან რა მოთხოვნა იყო, რომ თქვენ პროფესიული ზრდა გქონოდათ. რა გაოცებული რა თქმა უნდა დისციპლინა მოთხოვნა ისეთი ბევრი იყო და მოთხოვნა იყო ცხოვრების მიძღვნა. ბუბა მე მგონი და არტისტები დამეთანხმებიან ცხოვრების დათმობას გულისხმობს. ჩემმა პედაგოგმა პირველი როცა არ გათხოვდეთ პირველი ეს იყო აბსოლუტურად არ გათხოვდეთ კი არა. სხვაგან არ ითამაშოთ ამბია და არ გათხოვდეთ. არ სხვაგან არის ითამაშოთ ამბავი. არ გათხოვდეთ კი არა. არ გაბედოთ რო გასხავს. ეს ყველამ გაბედეთ, ხო? არა, ვითარ შემთხვევაში 27 წლამდე არაფერი გამიბედავს და დამეცით. მე 31 წლამდე, ასე რომ ბოლოს თვითონ მეხვეწებოდა და ჩემი შვილის ნათლია, ჩემი პედაგოგი, რომ ბოლოს მეხვეწებოდა და დავიგამანებე წადინა. უკვე ბაბუად გვექს. ბაბუად, ხო, ანუ იმდენად და ანუ თავის მიძღვნა შენი პროფესიისთვის და აი შენი პირადულის გვერდზე გადადება და უკვე ცხოვრება ცოტა ფანატიკური სიყვარული და თავდადება ჭირდება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამ ჩვენ საქმეს და ეს იყო კატეგორიული მოთხოვნა და თან ჩვენ 90-იანელები ვართ და იმ პერიოდში როცა არც სინათლე იყო არც ნუ მოგეხსენებათ ფეხით დავდიოდით ფეხით დავდიოდით ნუ აი სასწაული ერთი ჩვენ წითელი კერასინკა გქონდა ესე ქვია არ ვიცი ტურბო და მე მწვანე უფრო იაფი იყო ჩვენ უფრო ანუ ტრენდული და უფრო სნობები მდიდრები არტისტული ხო და ნუ რაღაცა
არ ვიცი რა ერქვა, მაშინ ესე პრიმუსი, აი ესე გვეკიდა რაღაცები და სინათლე რო არისო, იმაზე ვაკეთებ. პრიმუსის საშუალება სათქო. და ჩვენ ჯგუფს ქონდა პური და არაჟანი, ეს იყო დიდი კეიფი. და ძალიან პურზე წასული არაჟანი. ხო, მერე იყო, ნუ აი ერთმანეთში ჯგუფებში გადასვლა და აი თათულის და მე სულ გონიათ რომ ერთი ჯგუფია, მაგრამ ერთი საკურსო სპექტაკლი, სადიპლომო სპექტაკლი გვაერთიანებს და მერე იყო ნუ გასტროლი, თუ სადმე ჩვენი პირველი გასტროლი თურქეთი გახსოვთ? თურქეთში შოქში ვიყავით ხალხო 2001 წელს. იცით რომელი წელია? 2000 პირველი ტრაბზონის შავი ზღვისპირა ქვეყნების ფესტივალი. ბნელა და ავტობუსით მივდივართ გია და გადავედით და შედვართ ავტობუსში და ტრაბზონშია ეს რა შავი ზღვისპირეთის თეატრალური ფესტივალი და ძალიან 32 თუ რაღაც ბევრი ქვეყანა იყო და ჩვენ ჩავედით ეხა ბავშვები ჩავდივართ და რო ჩავედით ჯერო განათებულ იმაში გავედით რა ქვია თურქეთში ნუ საზღვარი მოგეხსენებათ და მე ესე ავტობუსის ფანჯრებზე შტეჩევი როგორ ხო მიწებებული და ესე აკრულები რომ რა ხდება და გაჩერდა 5 ვარსკვლავიან სასტუმროსთან ზორული სახელიც კი მახსოვს და აი რო გადმოგხედა ჩვენმა რეჟისორმა და აბა ეხა პირები დახურეთ ყველამდე ისეთი სახები რომ ძალიან არ მოგწონს ეს ასე ხდება აი ძალიან შევაბიჯეთ მე ამ ნუ აი რაღაცა და იქ გქონდა კოდი ყავარზე მაგრამ ვითამაშეთ კარგი სპექტაკლი ამაყები ვიყავით და ნუ აი სიამაყეზე უნდა გკითხოთ ნახეთ მე მაგალითად რო უყურებდი თქვენ სერიალს იმის იქით ვეღარ ვიხედებოდი თქვენ მეტი არაფერი მე რო გნახეთ სპექტაკლებში გავოგნდი გავოცდი ამ ხელა გარდასახვა როგორ შეგეძლოთ აი ეს პირველი სიტყვა თავში მე უკვე არტისტი ვარ როდის ეს არასოდეს არ უნდა მოვიდეს რომ მე უკვე არტისტი ვარ ჩვენი პროფესია არის მუდმივი პროცესი მუდმივი გამოცდის ჩაბარება ყოველი პრემიერა არის მე მგონი შემიძლია უნდა ვცადო ნებისმიერი ახალი როლი არის ძალიან დიდი პირველი კურსელი ვარ სუფთა ფურცლიდან აი გუშინაც საუბრობდით ხო აი რამხელა ესა გვაქვს წვეტა გვაქვს და უშოთ დაიხურა სეზონი ივლისში ვხურავთ ხოლმე თავისუფალ თეატრში და აგვისტო გვაქვს თავისუფალი და სექტემბრიდან იწყება ისევ ის მოდიხარ სეზონი და სექტემბერში მდგები ხოლმე და გოგოებიც ნუ აი ესე ლაპარაკ გონია რომ ეხა ღმერთო დედა სახლში მინდა დედა მინდა რომ დაიძახო არასოდეს აი რომ ეს არ არის მარტო სეზონი აი 100 ჯერ ნათამაშები 10 წელი იგივე სპექტაკლი ანუ ხარისხი ღელვის სხვადასხვანაირი ფერები და გრადაცია აქვს მაგრამ მაინც არის რა პასუხისმგებლობა და მე დავამატებ პროფესიულ მადლიერებაზე ვიტყვი რა იმიტომ რომ ახლა მომეცა ჩვენ სამი ასე ერთად ეთერში თითქმის პირველად ვართ ხო არ ყოფილვართ მართლა თქვენთან არის ექსკლუზიური შეხვედრა თითქოს გადაცემაში მაგრამ ასე აქ ჩვენთან ხო პირველად ვართ და პროფესიული მადლიერება უნდა შეგვეძლოს და რას დავარქმევ. ახლა მე და თათული მთელმა საქართველომ და არა მარტო საქართველომ იცის რაც ჩავიდინეთ ერთად. ასე მოხდა რომ დები შევქმნით და 19 წლის ხდებით და მართლა ჩემი და თათულის არ ვიცი უსაზღვრო დიდი შრომის ფასად და სიყვარულით მოხდა ეს ყველაფერი. მე და თიკო აი არ ვიცი წლებია პარტნიორები ვართ სცენაზე და დიდი მადლიერება რაში მინდა იცი გამოვხატო თიკომ როგორც კი მე უკვე რეჟისურა დაამთავრა და გააკეთა სადიპლომო სპექტაკლი მე თიკომ სპექტაკლში მიმიწვია ეს არის ძალიან დიდი დაფასება როცა სპექტაკლს დგამ და ირჩევ მსახიობს ესე იგი ის მსახიობი შენ ძალიან მოგწონს ასეა არ დააკავებ და თიკომ უკვე ორ სპექტაკლში მათამაშა ამიტომ ეს მადლიერება თათულისთანაც მაქვს როგორც პარტნიორთან თამარღლონთან სხვანაირად არ გამოვა თიკოსთან როგორც მსახიობთან და რეჟისორთანაც მადლიერება თიკო ეგრე არის ჩვენ ამაზე შეთანხმებულები ვართ მე რეჟისორად შედგავ და მე მათამაშა ისი როგორი მადლიერების რეჟისორზე ვაბარებ და მართლა კი ბატონო და წარმატებას შეთანხმებულები ვართ შემდეგ რომ ძალიან კარგი ბუბა ღმერთმა აბრაამს კარგი რეჟისორები
მე იდეები მაქვს, მე რომ მოვხუცთი, მოვა მოცეკვავე ჩემთან აქ ოჯახში. რო რაქენი? იცეკვეო თუ მაცეკვეო? მოხუცდიო. ახლა მომინდა სპექტაკლში თამაში. იდეები მაქვს ასწავლე. აი ნახეთ ქართულისგან ვალსით დაიწყეთ და ახლა ჩემთან იდეაც გაჩნდა. რა მაგარია. ერთი რამე მინდა გითხრათ, მოიფიქრა. უკვე მოიფიქრეთ. თამუნა, შენ გაქვს სტუდია. იცი რა, ჩემი პირადი სტუდია არა, მე ვარ სტუდიაში უკვე 10 წელია. პედაგოგი, ჯგუფის ხელმძღვანელი და რამოდენიმე წელია უკვე გავთამამდი და დგამ სპექტაკლებს უკვე რეჟისურაშიც მოვსინჯებელი. იცი რა, საკმაოდ წარმატებულად. თან ფიქრობ, რომ აი ძალიან მაგარია, აი ბავშვებს როგორ ასწავლი. ძალიან დიდი სიამოვნება, ეს არის უდიდესი, აი ღირსეული საქციელი და უდიდესი სიამოვნება გაუზიარო, ასწავლო და აღზარდო. დედას ვფიცა ვარ, ისე მიყვარს ეს ბავშვები, უკვე ყველა მინდა სახლში წავიყვანო, ასეც არ შეიძლება, მაგრამ ანუ განცდა მაქვს დედის, მშობლიური, პედაგოგის პასუხისმგებლობა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ბუბა, შენც გაქვს სტუდია, ხო? კი ბატონო, მეც ესე ვასწავლი ბავშვებს და ძალიან დიდი ამბავია. მე ხელა ბედნიერებას მაინც თვითონ ეს პროცესი და ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, რომ ეხლა მივედი რომ მინდა რეჟისურა. და ეს არის ერთგვარი უდიდესი კვლევა. მე მინდა სტუდიაში საკუთარ თავსაც უფრო კარგად იცნობ. ესე შეცნება ხდება ისეთი აქტიური. პედაგოგისგან გადადის არამხოლოდ. კი, ბატონო გია გისმენთ, გია. აბა, გიპასუხებთ, მოჩა. და სტუდიაში მინდა მოვიდე გია, თქვენ რა ვქნა, თვალს დავხუჭავ და მობძანდით. თქვენ სასაკში არ არიან, მაგრამ არაუშავს იყოს. თამაში ხო დგამ უკვე. მონო პირდაპირ მონოზე რაც არის გავრისკო. ვიზიქთ ხო? მოდი გავრისკო. სასწავ მონო. გია რას თამაშებდი? მოდი შემოგიბრუნებ. საოცნებო როლი რა შეიძლება იყოს. ნახე, მე ვარ ძალიან დამოუკიდებელი ინდივიდუალური ადამიანი. ესე იგი არ გჭირდება რეჟისორი. არა, მჭირდება. რეჟისორი მჭირდება, მაგრამ რას ვითამაშებდი? არიცი. არ ვიცი არა. ჟანრი, ხასიათი, ამბავი. ნახე, მე მინდა ვითამაშო ახალი გმირი. ამიტომ უნდა შეიქმნას დრამატურგი. დაიწერო. ამაშია დრამატურგი. თქვენ ძალიან მაღალ სტანდარტებზე გადიხართ, გესმით? გია, თქვენ დაგჭირდება დრამატურგი, კომპოზიტორი, მხატვარი, რეჟისორი და კარგი ფინანსები. ერთად. და ბოლოს ის 10 კვადრატი. ხუასია გოგოები. არა, თქვენზე მომიყევით. ნახეთ, მე არ მომაქციოთ მე ყურადღება. ჩვენზე რა ვიცი, რომელი ერთი მოუყვა. აი მე გითხავთ ერთ რაღაცას მაინტერესებს, ჩემთვის ესე არის რა, როდესაც მეგობარი მიდგა სცენაზე პარტნიორად და ვიცი რომ ყველანაირად ვენდობი ამ ადამიანს, სცენაზე კიდე სხვა რაღაცას მაძლევს ეს რა. ბევრად უსაფრთხოდ გავდივარ, ვიცი რომ რაც არ უნდა დამემართოს, ადამიანი მყავს, ვინც კი, რა თქმა უნდა, კოლეგები არიან, ვინც თეატრში და თეატრალური ცხოვრება ესეთია, რომ ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, მაგრამ მაინც, როდესაც ესეთი მეგობრები ხართ, თქვენთვის რა არის რა და რამს გაძლევთ. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მე და თამუნა სცენაზე ერთად არ ვითამაშა და მე და თიკოს ეგ გამოცდილება გვაქვს. აი ზურგით, ნუ იგივე მაქვს თამუნაზე, რამშობა ხო ფიცარნაგია თუ კამერის წინ. ისე მაგაზები ზურგით, შენ და თამუნას რო ერთად ახალი იდეები წვდები. საწული დაგავიწყდა, იგავარაკები. ხო, იგავარაკები. ერთად წავიკითხებ ჩვენ, ნათლია და ნათლია და მე ხო ძალიან ისეთი ვერ დავხურდით, ასე ვთქვა. აი კეფით გრძნობ, აი ზურგით გრძნობ, აი ბევრი რამით გრძნობს და გგრძნობს რომ რა გიჭირს და ეს ისეთი სიმშვიდეა იმ სცენურ ღელვასთან ერთად რომ ამაზე მეტი კომფორტი სცენაზე. მადლობა, იგივე შემიძლია თქვა. ოღონდ მე თან მალე ვფუჭდები სცენაზე. აი გოგა ბარბაკაძე, ჩემი ჯგუფელი, არის ამის დიდოსტატი. იცის რომ მალე ვფუჭდები. ეს არ აქვს მნიშვნელობა, მოკლედ პროფესიული საქმიანობის დროს სულ მუდმივად ჩასაფრებულია, რომ აი შეიძლება უბრალოდ გამისწოროს პერანგი და მე ერთი სული მაქვს და ყველაზე გემრიელი მაგ დროს არის იცი. ხო, გოგასთან რამდენადაც კომფორტულია თამაში და თანაარსებობა, იმდენად არ უნდა ხო, რო არ გაგაცინო. ხო, იმიტომ რომ კარგად რო იცნობთ, ხო, აი გამოხედვითაც იცი, რას ფიქრობს ახლა ის და ნუ აღარ გინდა რა, იმიტომ რომ ეხლა ერთი რამე მინდა გითხრათ, მაყურებელი გვისმენს,
და ხო, ნუ რო უყვარხართ ეს უკვე ზეპირად იცით თქვენ. აი გაიხსენეთ რამე ისეთი, რომელიც აი გაბედნიერებთ, გაცინებთ, გახალისებთ, აი რაღაცეები ისეთი, რომ ყველაზე საჯაროდ მოსაყოლი რა არის. ბევრი რაღაცა ხო, მაგრამ გვაბედნიერებს ის, რომ არ წყდება დედასფიცა ვარ ყოველ დღე 20-30 ადამიანის მიერ ჩაგვიწერეთ დაბადების დღის მილოცვა. ბავშვს თქვენ უყვარხართ. ნუ ამაზე დიდი საჩუქარი ხალხისგან. ერთ რამეს გაიხსენებ თუ შეიძლება. თქვენ ამბის თვალსაზრისით გაინტერესებთ. ამბავი. 2008 წელი. რა სიხსენებთ იკო? 2008 შეეშინდათ. ხო, კარგად. არა, ცუც არაფერს. ოი, ეს ფანტასტიკია. მე წავწეს ამას ხო არ იხსენებ. არა, სამივე ერთად ეს ამი. ნუ 2008 წლის აგვისტო ну ჯოჯოხეთი საქართველოსთვის და ну სრულიად საქართველოს შიზოიდურ ამბავშია და ну ვინც არ არის ვინ დასასრულეთში რაღაცნაირად გადაიარა ამ ამბებმა და ну გადაიარა როგორ კარგად და ну შეწყდა ყველაფერი რაღაცა ასე ისე და ძალიან ძიმე სიტუაცია და ისეთი დეპრესიული ხა ну ახალს არაფერს არ ვამბობ ყველასათვის მძიმე და ну აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და იმ ზაფხულს რაღაცნაირად დავგეგმეთ რომ თურქეთში უნდა წავსულიყავით. ну ლაპარაკი იყო რომ წავიდეთ ერთად რა ჩვენ სამი. და მოხდა ისე რომ თურქეთმა ჩაილურის წყალი დალია, ბუნებრივია ვერ წავედით და აი ძალიან ცუდად რომ უკვე აი წამლებზე რო ვართ ყველა და ისეთი სიტუაცია და რომ გადაიარა და თითქოს დასრულდა, ну ბომბები დასრულდა, გადავწყვეტეთ რომ სიონში ავიდეთ რამოდენიმე დღე. დასასვენებლად. ესე იგი 3 თუ 5 დღე ვიყავ. 5 დღე ავედით. ოღონ დედასფიცა ალბათ მთელი სიონი გვლოცავდა. აი ამ სტრესში, აი ამ ორმა. მეც სადღაც აი ბიჭები რო ჭუბობდნენ. სადღაც მე და თამუნამ დავდგით სცენა ესე საქმრობისგან. აივანზე ხო, სოციალური ქსელი ესე აქტიურად და რაღაცა თქუნა აკეთე. ისეთ ყოველ საღამოს იყო წარმოდგენა და ეს ხალხი იყო ამით ბედნიერი. მე ფიქრობდი რომ ფული ხო არ გავაკეთოთ გახსოვს როგორ იყო აივანი ქონდა, დიდი აივანი ამ სახლს, სადაც ვიყავით ოჯახში და ყოველ საღამოს ნუ ახლა ჭორები ამბები გავიგეთ, ახლა კარტის თამაში დიდი. ანუ მეტი რა უნდა. მე და თამუნამ ვირტუალურად ასე წარმოვიდგინეთ, რომ ვითომ ღობის იქით ჭუბობდნენ ბიჭები ჩვენ გამო. და აივნიდან ყიროდით რაღაცა სახელები პირობი. გაუში, ოღონდ შევდე აი გარეთ არარეალური სიტუაცია. ჩვენ გაურა კარგია. ოღონდ კაციშვილი პაპანაკება სიცხე არავინ არ დადის და ჩვენ აფედან ხობები და წები არ დარტყავ და აი ამ გაზაფრულ სიტუაციაში გი აი რაღაცა ისეთი ნუ ყველაფერსაც ვერ მოვშვა. საათი ახლოვდება მოაგარაკები სიონში. დავიდეთ ერთად 4 დღე. 7 საათი ახლოვდება რამე ახალი დღეს არ არის რომ ნახოთ და აი იქაც თეატრალური ცხოვრებით მაინც ვილამაზებდის დროს რა. ვერთობოდი. ძალიან ბევრია გასახსენებელი. ჩვენ ვილაპარაკეთ ამ თემაზე მე და ნანუკამ. როცა რო გაინტერესებდა რა ხდება თეატრალურში და რა კულისებს მიღმა რა არის. როდესაც შედიხარ გამოცდაზე. ძალიან დაინტერესებული იყო ნანუკა. მე დავპირდი ესეთ რაღაცას, რომ თუ ეს ყველაფერი გაინტერესებს თქო, მოდი გავაკეთოთ პირდაპირ ეთერში თქო. აი, ეს ყველაფერი გია ასე რომ შენც აგიხდება ის პატარა უცნება შეძლებ ახლა. ხო თქვი რომ მსახიობობის ის მინდაო და ანუ ტურები გვაქვს ეხლა ჩავატაროთ მესამე ბლოკში ჩავატაროთ და მოდი არ ვაპირებდით, მაგრამ უნდა დარჩეთ. დარჩით. ხო, შემოგვერდა ჩვენ ერთად მოვიფიქროთ და ვითომ ჟიური, ვითომ რაღაცა. შარშან მე მისაღებზე ვარ, ამიტომ მე ვიქნები უმკაცრესი შემოვა. კომისაბჯომარე. ვინმე შემოვა ჩააფარა. აი ნახოთ უკვე ჩვენზეა. შორის როგორ ისეთია. მე ვიქნები კარგად ხვალ იწყება პირველი ტურები. მოდი გავიდეთ რეკლამაზე. ბუბარო სწრაფად და მესამე ბლოკი იქნება გონიძე ტელემაყურებელს ვეთყვი რომ დაგველოდეთ მართლა საოცრება გელოდებათ. აი ეს იმპროვიზაცია და სიურპრიზი იყო სრული. აუ რა კარგია. სრული. დროებით მესამე ბლოკი. ალბათ ივიღებ.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და დადგა დრო. უკვე ჩავატაროთ ჩვენი პატარა გამოცდა. მისაღები გამოცდები. ძვირფასო ჟიურის წევრებო. გახლავართ. ატიცემულო ჟიური. ეხლა შემოგვერთება შემდეგი აბიტურიენტი. მივიღოთ. გთხოვთ თუ შეიძლება ნანუკა გულა მობრძანდეს. დედა მომიყოდეს და შვილებს ვიცავა ისევ ნერვიულობ არ მინდა თქვენი თამაში რა. გოგონა გამოცდაზე ასე არ უნდა შემოხვიდეთ. თავდაჯერებულად. თავდაჯერებულად. ნახე როგორი შვილის თვალები. თავდაჯერებულობა არის მთავარი. თქვენთან მითითებები მომწ. თუ შეიძლება მობრძანდით. მოგესალმებით. გამარჯობა. ნანული გულუა ზუგდიდიდან 18 წლის. ძალიან სასია ჩემთვისაც. რამდენი წლის? 18-ის. ნანული, ხო? როგორ მოგმართოთ? ნანუკათი, ნანუკა ცოტა ხმამაღლა, ვილაპარაკოთ ხმამაღლა და გარკვევით. ეს ერთადერთია, რასაც შევასრულებ. ხმა უნდა გაუშვათ წინ, რა, როგორ გავიგოთ. წინ. არის ნერვიულობ დამშვიდით. იცით რა არის, მინდა ჩემი უბნური შექება, რომ აუცილებლად დიდი მსახიობი გავხდებით. უბნური განმარტეთ. ზუგდიდის უბნური შექებით და წახეზებით ვარ დღეს. უბნის გინდოდა. მანდ ცხოვრობდით ქუჩაზე, მეზობლები გეუბნებოდნენ. პატარა მსახიობი ვარ, ჩემი თვითმეგრელის რამე გამოცდილება ქონდათ სადიოდი სადმე. ხომაც სასკოლო და უბნის სკოლაში თამაშობდით. მაშინ სკოლაში თამაშობდია. შეგიძლიათ ლექსი დაიწყეთ, რა ხანფერზე გახდეთ ლექსი დაიწყეთ. ლექსით? ერთი კუპლეტი მაინც. ხო, რამე სტროფი. ისე გამომივარ, რომ თითქოს მეკცდით, რომ ამენაზე ნათქვამი ლექსის ემოციით უნდა მიხვდეთ, იმიტომ რომ ესენა თქვენ სავარაუდოდ არ გესმით. ხო. ჭიჭებოშ მაჭირხოლ. აი. დიშკა მუშერ მაჭირხოლ. აი. დობჭირხოლინ გობლახეს. ვაბჭირხოლინ დობდაცეს. ვიდაფთინ დომძახეს, ქუმობთინ გობლახეს. შეიძლება ერთი იცით რა შინაარსი ვერ გავიგე ემოცია გასაგები შეგიძლიათ ეს ხელების გარეშე გააკეთოთ აი ამის გარეშე და იცით ბოლოდიში დავამატებ სტროფის ბოლოს წერტილი დასვით რომ დასრულდათ შეიძლება მეორე ლექსი ვთქვა უფრო სერგია კი ბატონო ხელების გარეშე ხელებს ჩვენეთ რა გინდა ეს ისეთი იყო რომ გოგონას ვერსიები აქვს სხვადასხვა შინაარსი ითხოვდა მოდით ახლა ისე შინაარსიც რომ გაგიმხილოთ თუ ბოლოს გაგიმხელთ კარგით ეხლა კიდე ერთ დავალებას მოგცემთ მაშინ შემდეგ მეორე ლექსისთვის რომ შევცვალოთ ემოციები თქვენ დაიწყეთ როგორც თქვენ გნებავთ შემდეგ მოგცემთ დავალებას პროცესის განმავლობაში და შეცვალეთ დავალებას შეიძლება რომ ამოცანას მივცემ თუ შეიძლება მხოლოდ ემოციაზე რომ არ იყოს აი ეხლა ეს ჭიჭე რაღაცა რაც თქვენ წაიკითხეთ თუ შეიძლება რომ წაიკითხოთ ისე რომ აი თქვენ უკვე ხართ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი და ძალიან გაგიხარდათ ალბათ ეს ამბავი და აი ჩვენ გვითხარით რომ მე უკვე ჩავაბარე თეატრალურს დიახ თეატრალურ უნივერსიტეტში და ამიხდა ოცნება ჭიჭებოში მახინკოლი დიშკა მუშე მახინკოლი დოფხინკოლი დომიჭვესი ვაფხინკოლი გობლახეს მიდაფთი დომძახეს კუბორტი და გობლახეს მოდი საპირისპირო ემოციაც ვცადოთ იტირეთ მაგრად ვერ ჩავაბარე არა ეს ამოცანა იყო და ემოცია გნებავთ ვერ ჩავაბარე დიახ დიახ მართალია ჭიჭებოში მახინკოლი დიშკას მუშენ დოფხინკოლი დოფხინკოლი დომიჭვეს ვაფხინკოლი გობლა მადლობა ეს დოფხინკოლი ვაფხინკოლი რას ნიშნავს სხვათა შორის იმდენად სწორი და ისეთი კარგი ბგერებია მოდი რა ვთქვათ ხო ყველა ბგერა ისის კარგი გოგოა აშკარად სახიერია ესეთი გოგონა კი დოფხინკოლი რას ნიშნავს ყველაფერი ვიკანკალებს გეხვეწები რა საყვარელი ხარ ნანო შემდეგი სიმღერა სმენარი სმენკა რაღაცა რომ წაგვიმღეროთ ეხლა თქვენ ისეთი სმენა რომ გავიგოთ მონაცემ გუმაინატრა სიტფოშენი მე შენთვის მღერი პლასტიკად პლასტიკად ნუ თუ არ მესმის ძახილი ჩუმი გეძახის გული და ჩემი სიყვარული ინგლისურად შეიძლება თიკო ეს მოხდება თქვენს ჯგუფში Let's conversational action please always aggravation and satisfaction in me a little more a little less bar a little more sparkles and the pay up your hand satisfy me baby
ნამდვილად გოგონა ზუგდიდიდან აღმოჩენა ტაში. ნამდვილად. უმეტი მადლობა. შეგაქებთ მეტყველება სწორია, პლასტიკა და სმენაც ძალიან კარგია. ეხლა მგონი გადავიდეთ ცეწუძე, მოუფიქროთ რამე დავალება. ცხოველების გეშინიათ? მღრღნელების. მეშინია. გეშინია. ძაღლი ჩემი ცხოვრების გადაულახავი შიშია, რომელიც ჩვენს ოჯახში ნელ-ნელა გადავლახე. ეხლა რა ვქნათ ჩვენ მოდი ძაღლი ვათამაშოთ. საერთო ის მე მინდოდა ეთამაშა პატარა მისაღებ გამოცდაზე მართლა. როგორც ძაღლმა ვიცება ესპანური. დიდი ძაღლი თუ პატარა? პატარა. გავაკეთო სათითაოდ მე. ანუ კონტრასტი გავაკეთოთ. პატარა ძაღლი ვათამაშოთ. პატარა ძაღლი კი ბატონო. რომელსაც აი რაღაცა აქვს რა, შია აი კონფლიქტები. ძაღლი რომელსაც შია და პატრონი არ არის სახლში. ქუჩაში. მიტოვებული ძაღლი? ლეკვი. ანუ აბა ვაცადოთ, აბა რა სიზამს? შემიძლია. ქმედითი ანალიზით მოხდა. კარგი რა. მე ლეკვი. ნანუკა ბრავო. ლეკვია. არების ხმარი პატრონის ხმა გაიგეთ. ნანუკა არტისტი. კუდის კიცილი. შესანიშნავია ჩემი აზრი. ნანუ დედას მისავარ ძაღლი გოგო. 6 ივნისს არის ძაღლის გული თავისუფალ თეატრში, სადაც ვთამაშობ და აი ეხლავე ორ მოსაწვევს თქვენზე. დიდი მადლობა. თუ შეიძლება ესე პასუხს პირდაპირ მე არ ვეტყვი ჩააბარა თუ არა, იმიტომ რომ კიდე ერთ წუთს მოგცემთ, ოღონდ შემდეგ საერთოს მოგცემთ, ჯერ შემდეგ სტუდენტს მივიღებთ, გამოვცდით და შემდეგ დაგიბრუნდებით ისევ ახალი რაღაც იდეები. მეტირება. მართლა ხახონ ეს რა გააკეთე რომ აი თავიდან გაგიცანი როგორი ძალიან სუთხასიათი ხრიდან თუ შეიძლება შემდეგ უმაგრესი კონკურენცია მაღალი არის. მაღალი კონკურენცია. 15 კაცი. მე ძალიან სუთხასიათი გამოგივა. ხრეში ყველაფერი გაიმართე. ისეთი კარგი იყო. კარგი რა. მაჯობა. იცით შენ ვერავინ ვერ მაჯობა. გოგოების კონკურენციას ბიჭები და გოგოები ერთმანეთის კონკურენტები არ არიან. ამიტომ არ იღელვოთ. თავარია თავისუფლად. ხო და ბიჭი მარტო შენ. შემდეგი ჩვენი სტუდენტი გია ჯაჯანიძე. მობძანით. მამამად მობძანდით. მოგესალმებით. რა საინტერესო გარიგნობა. გაგვაცანით თქვენი თავი გაგვეცანით. გიორგი ჯაჯანიძე 21 წლის. ხოჭა. შეიძლება ბიჭისთვის კარგი ასაკია. იცით ძალიან საინტერესო ლუკია, ვიზუალი. ეს თქვენი ჩაცმულობა თქვენვე კი. თუ რაღაც კი. ანუ თქვენ შექმენი თუ ვინმე არის ვინც ეს თქვენ ძაშვილმა მათხოვა. გამოცდისთვის მაინც მოემზადეთ რომ დიზაინერია. არა, გამოცდისთვის სკოლას ამთავრებდა და იცით კარგია გიგიხდებათ. გამოცდილება გქონიათ რაღაც თეატრალური? მე ვთამაშობდი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრში ძალიან დიდხანს, ბავშვობიდან 16 წლამდე. ძალიან დიდი სიყვარული ჭიათურის თეატრს აქედან ჩვენ მოვიდა. ძალიან და რაღაც ჭიათურ ჩააბაროთ თეატრალურში. აი მე მინდა რომ პროფესიულად გავიზარდო. პროფესია ის იყო გართობა, სამოყვარულო ასაკი და სხვათა შორის ამ წლების მანძილზე ვითამაშე 3 მთავარი როლი და ჩემთვის ეს იყო მე თუ დღეს რამეს წარმოვადგენ 21 წლის ვარ. დიახ. ჭიათურის თეატრის დამსახურებაა ჩემი ცხოვრება, სიცოცხლე, ყველაფერი და მოვიკითხავ მათ. ბატონო თქვენ სახალხო ყოფილხართ, ჩვენ 4 როლი გვაქვს თამაშები და 3 მთავარი. გამოცდილება გქონიათ, ესე იგი უფრო მკაცრად მოგიდგებით მაშინ. ესე არ არის რომ ვაიმე დანაშაული ჩაბი. მომზადებული რა გაქვთ? ლექსით დავიწყოთ, ან იგავარაკი? იგავარაკი მომზადებულია, კან პატარა პროზა ჩანახატი. კი ბატონო. ლექსი მირჩევნია. დამავიწყდა. არა უშევლად, არ არის რა. ნერვიულობა მარცხაგართვას ენერგია. ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ჩემი რწმენა და რწმენი სასახლე. შენ გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან და 64-ში
დაგაბინადრე. შენით მოვიგე ომი მრავალი, ზედმტკვარზე შენთვის დავდგი ტაძარი, შენახარ ევაშთა მომავალი და მე კი შენი ეშხით დამწვარი. ძალიან საინტერესოა. სწორი მოდი ერთ დავალებას მე მიხარია მერებია ძალიან სულ მე მგონი შევთანხმდით რომ ძალიან კარგი ნაკადია ეს ნაკადია კი გაგვიჭირდება არჩევა და გადანაწილება ბატონო გია ასე მოგმართავთ მღერით რა თქმა უნდა ისი არ მოხვიდოთ მოდით სარამ სიმღერაზე დავალებას მივცემ თქვენ ნებართვით თუ შეიძლება შეგიძლიათ ეს ლექსი ისე წაიკითხოთ თითქოს მაგალითად კბილი გტკივოთ ხო ეს უკვე ამოცანებზე გადაходით ბატონო ბუბა კარგი სარამ სიმღერაზე დიახ კი ბატონო ჩემი სიცოცხლე ბეჭვზე ეკიდა ჩემი ენა მაგ ბიჭერი ჩემი სიცოცხლე ბეჭვზე ეკიდა ჩემი რწმენა და რწმენის სასახლე შენ გამოგძერწე ჩემი ეკიდა გაგიარა პრივილმა გაიარა და 64-ში დაგაბინადრე შენით მოვიგე ომი მრავალი ნახე ჭიათურამ რა კარგი ბიჭი გამოუშვა ბატონია მე უკვე თქვენ როცა ისწავლით პროფესიულ ხრიკებს მაქსიმალურად უნდა ეცადოთ როცა გტკივათ არ შეიმჩნია პირიქით ნუ ილუსტრაცია ხო ამას უკვე პროცესში წლების განმავლობაში ძირითადად როცა პირით ცხოვრებაში ვცდილობთ რომ არ ხო მაგრამ ჩემი ხასიათიც ხო არ უნდა დავკარგო რა თქმა უნდა ჩემი ხასიათიც ხო არ უნდა დავკარგო სიმღერაზე ხო არა გაგვთ კი გადავიდეთ სიმღერაზე რიტმიკა იგაბარაკი არა იგავარაკის გნებავთ კი ბატონო იგავარაკი ბრძანეთ იგავარაკი რიტმი სავარაუდოდ იქ არ პრობლემა რიტმშება ერთხელ პატარა ბეკეკას დასცხადა წყალი მისთან ემზადებოდა ეს პროიტყვია ხოლმე მე ბიჭო მიკარნახე დინარის პირას რომ მივიდა დინარის პირას მივიდა წყურვილის მოკლა რომ სურდა თურმე იმავ დროს იქვე ახლოს გელი დარბოდა კარგი საკმარისია მადლობა გელი დარბოდა დაინახა ეს გელი როგორი იყო გვაჩვენეთ დაინახა პატარა ბეკეკა ახლა ნახე არა ბეკეკა მაჩვენე ბეკეკა იყო ესეთი მაგრამ არ იცის მგელი რა დაირია და თუ შეჭამს გია ერთ გავლაზე იყავი მგელი გამოივლი იყავი ბეკეკა აბა მოდი წავიდა ფიზიკური უბრალოდ ჩაიარეთ მგელმა ჩამოიარე ბეკეკა წავიდა გამოდი მარჯვენა ცხოვრებისეული დავალება მოგცათ ადამიანი მიკარდახეთ არ გვინდა არა თავარია უბრალოდ გაიარეთ აი მანერა გელი და ბეკეკა გელი დაინახა მაგრამ მოიღოთ ხმა არ გვინდა უბრალოდ გელი უხმოთ აი წუდი ჩვეულებრივი ცხოველი ეს არის გელი გელი აღდეჩებოდი დემონზადებდი ხატას და ჩაწყობილები რო ამწყობენ გელი როგორ გასწავლენ გელი ბიჭო თქვი ბეკეკა უცებ ბეკეკა გია ეშლება არა მე მგონი ემოცია ბეკეკა კარგად გამოგდის მიდი ბეკეკა ბაი კარგი ეხლა რო ავიღო ეხლა თუ შეიძლება არა იცი რა ნახეთ ერთი რამე და ბოდიშით ბოდიში საერთოდ რა არის იცით მე სხვაგვარად წარმოვაჩინე თუ წარმოვადგინე ეს იგავარაკი მკრავს არ აყავს ნანახი მგელი და არ იცი ხო და ამან რო უთხრა რომ შენ მიმღვრებ წყალსაო და ბეკეკამ შარშანდი დაიცადე როგორ მნახეო ეს 21 წლის არ არის რაღაცა წლისას არა ერთი წლისაც არა ვარ შარშანწი როგორ მნახეო გაგიჟდა მგელი როგორ თამამად
თავისი ეს პატარა შეპასუხა არა ბეკეკა საინტერესო არის სამყარო მოიგდო ზურგზე იცით ბოდიშრიფტი ბატონო ბუბა შეიძლება ბოდი იცით რა თქვენ მამხოლოდ სამსახიობოზე შემოიტანეთ მე გეტყოდით რომ სარეჟისოროზეც გეცადათ იმიტომ რომ თქვენი კონცეფცია ჩამოაყალიბეთ ახლა ბეკეკასთან და მგელთან დაკავშირებით და მე მგონი უნდა ვამღეროთ ეს ბიჭი ვამღეროთ რა ისე არ გავუშვათ ეხლა გაგაერთიანებს თუ შეიძლება ერთობლივ სიმღერასაც ხوار შემოგთავაზებთ ჯერ და შემდეგ გადავიდეთ ეცეცეთ სიმღერა პატარა რითმი ხო არ გავსინჯოთ ჯერ რაც გინდა აი მომისმინეთ აბა ყურადღებით აი ტაშს დაგიკრავთ და გაიმეორეთ ყურადღებით ხართ ყოჩახ გითხარი კარგი მომზადებული ბავშვით ვარ მოსული იმერეთიდან არის ფანტასტიკური ბიჭი ხო იცით ორივემ ერთად რო შემოგთავაზოთ სიმღერა არ მომდოდა ეს სიმღერა ამაში გაქვს ცოტაოდენი დრო ერთად ვიმღერებ მოდი მე მოგიწყობ სიმღერა სმენად მინდა რომ შეუმოწმოთ ჩემ აბიტურიენტს კარგად მღერის ეხლა მოგცემს დავალებას პირისპირ დავსხდეთ ხო პირისპირ თუ გინდათ ასე მე ესე ვფიქრობ რომ ესე დავალება მივცეთ ხო იყვნენ ბრმა პაემანზე სად ვიყოთ ბრმა პაემანზე მოხვედით არიცით ერთმანეთ გაიცანეთ სოციალურ ქსელში ერთმანეთი არიცით ან ფოტოები არ დევს მაგ ხო ფოტოები სხვისი უვიდეთ მე აღმოჩნდებით რომ ხართ თქვენ შეეცადეთ სრულიად განსხვავებული ადამიანები ყოთ თქვენი თავისგან სრულიად განსხვავებულები რაც არ გახასიათებთ თქვენ შეეცადეთ ჯდომის მანერაც კი რაღაცით შეცვალოთ რა არ იყოთ თქვენი თავები ჩემი თავი ოკეი თუ გინდათ შეხვედრით მოიფიქრეთ და შეხვედრით დავიწყოთ რომ აი ერთი დღე უკვე არავარ ტანწერტები ანუ იცოდით რომ ფოტოზე მეც არა ვარ ეს ვითომ ნათქვამი მქონდა რა რომ ისა ვარ თქო პლუს საიზის ქალი თქო კარგი შენ დაიწყე ქალი უფრო თამამია ამ დროს კაცმა არ იცის აჰა კარგი რას გაიგე კაი მოდი თამამ ქალს ვითამაშებ რა იმაზე უკეთ გამოიყურები ვიდრე წარმომედგინა მართლა ძალიან კარგად გამოიყურები შენ თავს შეგახედა ნეტა ანუ ძალიან ლამაზი ხარ კარგი რა დიდი მადლობა მე გითხარი ეს საუბრის დროს რომ მართლა ძალიან ლამაზი ვარ სადაური ხარ ზუგდიდელი ვარ ყველგან ზუგდიდელი ვიქნები გთხოვ ზუგდიდელი ვარ მე ჭიათურელი ვა სასიამოვნოა სად არის რასად არის ჭიათურა მაგრად გამიტყდა კონკრეტ არა მართლა ძალიან დიდ ბოდის გიხდი რა რაღაცა მოცული ვარ მხოლოდ ჩემი სამეგრელოთი ბებია მყავდა მეგრელი ვაუ რა კარგია ფაქტიურად გული მოგებულია ეს კი გენეტიკაში ჩქარობ მაგრამ გადავალა მასინიორკ ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა ყველა განმორჩილები ხართ გენეტიკაში მე ძალიან დიდი ნერვიულობა შემხვდა და აღარ გავიზარდე ნერვიულობით სტრესისკენ მიდრეკილი ხარ გასაგებია რა სად მუშაობ ახლა ვიწყებ მუშაობას უმუშევარი ხარ კი ძალიან კარგი კარგით კიდევ შეგიცვლით ახლა დავალებას გავიდა დრო შეეწყვეთ ერთმანეთს დაოჯახდით უკვე შეგეძინათ შვილი და ახლა მოგივიდათ ოჯახში კონფლიქტი ისეთი კონფლიქტი მაგრამ ბავშვს ძინავს რაც თავარია ჩხუბობს ისე რომ ბავშვს არ გაეხვიწოს ახალშობილი მყავს ეხლავე ახალშობილი მყავს ეხლავე გამოვიდა ქმარი რომელიც რაღაც საშინელებას აკეთებს მაგრამ ეს ბავშვი არის ახალი დაძინებული ძლივს რაც თავარია ბოდიშ ვიხდი კადრში რეკვიზიტის გარეშე არ მუშაობ ნანუ დაიწყო უკვე დაიწყო ეხლავე ამის მეტი რა ვიცი შეგენაცვალ თუ გინ ყველაფერი შეგიძლიათ არ იყოთ სტატიურად აი ბავში ყავს უკვე ხალე მარტო ჩემთვის გავაჩინე რა გახდა მიიღე მონაწილეობა გავიგერო ძუძუშენა რა გაგვერაჭმა რაღაცა შანდააცი ხალო რატوار გააკეთე საჭმელი რატوار გააკეთე საჭმელი ღმერთურაშო არაფერი შენ არის მათინსავაძინო
დაიწვაშე რომ მე მოგიყვარ. ერთი წლის რო გახდება იმ დღეს წავალ სახლიდან. კლაბეცადია, კლაბეთა ჯანდაბაში მოგიმლია. აი მე რაზდემ გვადე. რაზდემ გვადე, გალო რაზდემ. ჯანდაბა, კაცი არის სარკე მისი ცოლით, როგორც სარკე არატრა. რა ვარსკვლავი მოვედი, რამდენიმე გრელი ბიჭი მეძლეოდა. ვერ გაყენდა. ია თურიდან წადი რა გაიარე. მაინც შევიგდით ბოლოს. ხო. ვაიმე არ შემიძლია. მან პატიე გთხოვ, აი ის რასაც გეტყვი ეს პერიოდი გთხოვ, ნაპატიები არ ხარ. აი მართლა. შობიარობის შემდგომი დეპრესია მაქვს. დეპრესიული იყავი სულ და ის მიღებულები ხარ. ბრავო. არა მე მაინც აუცილებლად მე მაინც ვერ ვიყავი კარგი არტისტი. არა ძალიან ნახე ვერ წარმოვიდგი აი სულ ახა მელადებოდა აი ვერ უთხარი ისე კრთოდი რეალობა ვერ ნამდვილად ია რაც თქვი რომ ჩემი ოცნება იყო მსახიობიო დედა სიმღერა ვერ მომბასა აქ გვიმღერები სამოწარში უნდა მიხვიდე მე შენ გეტყვი სადაც ვაიმე რა კარგი იყო ძალიან დიდი მადლობა შენ სასახში მოყვარულები არიან თამაში ნახე უნდა მიხვიდე პირდაპირ მითხარ პენსია არა პენსია რატო არის ნუ ასეთი სად არის მითხარი გეტყვი რეკლამაა ვაიმე რა კარგი ეს ეხმამაღლა გადაცემაში აი ეს ყველაფერი გვაქვს გავლილი ჩვენ ასე რომ ეხლა იცით უკვე როგორ ნახე კარგი ყოფილა ჩემო ვიფასებო ურთულესია არაფერი რთული ადამიანი ხარ ჭიერი რთული არაფერი არის ოღონდ გამაგებინე ტექსტი როგორ გაქვს მომზადებული ანუ გაგდა უკვე მზად აქვს ტექსტი რა არა ეს არის ეს დაწერა ჩვენი მახსოვრებდა შენ უკვე მზად გაქვს მიხარხარ მადლობა თუ შეიძლება მართლა ემოციებით ვარ სავსე მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება ამ ბიჭმა აქცია რეალობად და ის რომ თქვენ აქ აღმოჩნდით და ესეთი ფერი შეძინეთ ამ დღევანდელ რუბრიკას მადლობა ძალიან და ერთი რამე ნახეთ მე დავამთავრე თეატრმცოდნეობა კინოსარეჟისორო და იმ დროს დავამთავრე ჩემი პედაგოგები კორიფეები რო იყვნენ და არიან დღემდე მე მადლობას გიხდით იმისთვის რომ გამახსენეთ წარსული. გახსენდა ის მოვიდა. აი გამახსენდა ყველაფერი. როგორ წარვდექი, როგორ ვასრული, როგორ ნერწყვი მიშრებოდა, აი როგორ ძალიან რაღაც რო არ გესმის შენი ხმა. შენი ხმა რო არ გესმის გამახსენზე რომ გაბუჟებული ვიყავი და რა უბედურება იყო, რა უბედურება იყო. დაბალი ხარ. მე ჩემთვის ეგ არ უთქვა. იმიტომ რომ ეთყობა შენ იმ დროჩი. ეთყობა თვალებს ისე ქაჩამი გია. აღარ მითხრეს. აი რა არის ეს იმპროვიზირებულად როგორ აი რამოდენიმე დღეში თეატრალურ უნივერსიტეტში იწყება მისაღები. ხვალდილით მოდით ყველას წარმატება ძალიან ხვალდილით არის პირველი ტური ხალხოს ბავშვები გადიან ეხლა ძალიან და დღეს როგორი ღამელოდა ჩვენს თეატრალური ინსტიტუტიდან უნივერსიტეტ ჩვენს აი რა ვიცი მეც ვეთყვი სიყვარული მე მინდა ყველას წარმატება უსურვო ჩემს სტუდენტებს ეხა ივნისის ბოლოს აქვთ გამოცდა მაგრამ აი ვინც აბარებს აბიტურიენტებს და აი ესეთი მითი აჩქარებული პულსაციის და გულისცემის ვინც სტუდენტი არის ყველაზე დიდი ბედნიერი და დავამატებთ შეიძლება იმიტომ რომ ეხა რეალურად სტუდენტი რო აბარებს ძალიან გრძნობიარია და სენტიმენტალურია და მათთვის თითოეული სიტყვა შეიძლება გადამწყვეტი იყოს და შესაძლოა ჩვენთვის აქ ხუმრობით გაჟღერებული რაიმე ფრაზა რაღაცა სტრესის ნიადაგი შეიძლება აღმოჩნდეს თუმცა ეს იყო ანუ ხუმრობა ხო და კიდე ერთს ვეთყვი რომ რა თქმა უნდა წარმატებას ვუსურვებ მაგრამ ხდება ასე შესაძლოა ხო ხდება ასე რომ ვერ ჩააბარე პირველ წელს
არაუშავს ტრაგედია ამაში არ და მიხვიდეთ კიდე ცადო ცხოვრება გაძლევთ შანს რომ კიდევ ერთი წლით გაიზარდოთ გამოცდილებები და ეს არ არის ტრაგედია ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მოკლედ ვამთავრებთ და გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე ჩემო საყარელო მაყურებელო ნახვამდის მომავალ შაბათამდე